პატიება არ არის ცალმხრივი მოძრაობა, ეს არის სამმხრივი კავშირი. სხვისი პატიება, საკუთარი თავის პატიება და პატიების თხოვნის ხელოვნება, ეს სამყარო კავშირი. თუ ერთი რგოლი აკლია, ჯაჭვი მაინც გბოჭავს. პატიება არ არის სისუსტე ან დათმობა, ეს არის შინაგანი რესურსების ოპტიმიზაცია. სანამ გულში წყენას ატარებთ, თქვენი ენერგიის დიდი ნაწილი გაყინულია წარსულში. წარმოიდგინეთ, თქვენი ყოველდღიური ენერგია როგორც ფიქსირებული ბიუჯეტი რა, ბიუჯეტი ხო იცით, რაც არის? წყენა არის ვალი, რომელსაც ყოველდღიური პროცენტი ერიცხება. თუ წყენა მეტია ნულზე, მაშინ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად მცირდება თქვენი შინაგანი მშვიდობა. პატიება არის ამ ვალის ჩამოწერა ბრძოლებში, რათა რესურსი აწყვოში დააბრუნოთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერ ვპატიობთ, არის ილუზია, რომ ჩვენ 100%-ით მართლები ვართ. სახარება ამ ილუზიას ერთი წინადადებით ძალიან საინტერესო დაამსხვრევს. გაიხსენეთ ეს? როგორ ეტყვის შენს ძმას, მაცალი ამოვიღო ბეწვი თვალიდან და შენს თვალში კი დირია. მათი სახარებიდან არის ეს ფრაზა. ნებისმიერ კონფლიქტში არ არსებობს ერთი აბსოლუტური მსხვერპლი და ერთი აბსოლუტური მოძალადე. ჩვენი დირა შეიძლება იყოს ჩვენი რეაქცია, ჩვენი ამპარტავნება, ან ის თუ როგორ მივიყვანეთ სიტუაცია აფეთქებამდე. პატიება იწყება იმის აღიარებით, რომ მეც არ ვარ სრულყოფილი. საინტერესოდ დაემთხვა ახლა მიტევების კვირას პატიებაზე ეს თემა, რომელზეც ახლა მე ვლაპარაკობ. რატომ? ეკლესია მისის, რომ ადამიანი არის ინერტული. ამიტომ მან დააწესა სპეციალური დრო, თუმცა ყოველთვის შეიძლება რა თქმა უნდა პატიება. მიტევების კვირა დააწესა და რატომ? რადგან დაუზავებლად დაწყებული ნებისმიერი საქმე, მარხვა, პროექტი, ახალი ურთიერთობა არის განწირული. წყენა არის ტოქსიკური ნალექი, რომელიც ფილტრავს ნებისმიერ კეთილ განზრახვას. ესე იგი, ცუდი ფილტრია. როცა პეტრემ იკითხა მაგალითად, რამდენჯერ მიუტევო, რამდენჯერ ვაპატიო, ქრისტემ უპასუხა, რომ 7-ჯერ კი არ მიუტევო, არამედ 70, რომ 7-ზე გაამრავლო, მაგდენჯერ მიუტევო, მათი სახარებაში წერია ესეც. ეს არ არის მათემატიკა, ეს არის მდგომარეობა. პატიება უნდა იყოს უსასრულო პროცესი, როგორც სუნთქვა. ყველაზე რთული ბრძოლაა ის, რომ ხშირად სხვებს პატიობთ, მაგრამ საკუთარ თავს ვერა. ეს არის ფარისევლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დანაშაული იმდენად დიდია, რომ მას ღმერთიც კი ვერ გვაპატიებს. ეს არის ამპარტავნების რაღაცა სხვაგვარი ფორმა. როგორ ვაპატიოთ საკუთარ თავს? აღიარებით. ასე. კი შევცდი მე. რატომ შევცდი? იმიტომ რომ ადამიანი ვარ და შეცდომას ვუშვებ. აღიარე ეს და თუ შესაძლებელია გამოასწორე კიდეც. თუ არა, აქციაში შეცდომა გაკვეთილად. ნუსჯი დღევანდელ მეს, რაც გუშინდელმა ნაკლებად გამოცდილმა მემ გააკეთა მაგის გამო. ხა როგორ ვითხოვოთ პატიება? ესეც ხელოვნება სხვათა შორის. პატიების თხოვნა არ არის უბრალოდ სიტყვა ბოდიში, რაღაც ფორმალურად ფარისევლობად და იმის გამო წესი გვიწესებს ამას. ნამდვილი სინანული, მეტანოია ნიშნავს აზროვნების შეცვლას. მაგალითად, არასწორია ასეთი რაღაცა ბოდიში თუ გაწყენინე. აქ პასუხისმგებლობას თითქოს სხვას აწერთ. თუ აი ეს ტერმინი გაწყენინე შენი პრობლემა ყოფილა და არა ჩემი. ამიტომ სწორი ფორმა მაპატიემი არასწორად მოვიქეცი. როცა ეს თქვი, როცა ეს გავაკეთე. მესმის რომ გაადგინე და ასე შემდეგ. ახლა ეს როგორ გავაკეთე და პრაქტიკულად როგორ მოვიქცე. აი მაგალითად ჩამოწერეთ 3 ადამიანი, ან მეტი რა ვიცი მნიშვნელობა აქვს, ვიზეც ბრაზობთ. თითოეულს გასწრით დაუწერეთ, რას მართმევს ეს ბრაზი მასთან დაკავშირებით.
ძილს, კონცენტრაციას, სიმშვიდეს. მეორე ნაბიჯი. იპოვეთ თქვენი 1%, თუნდაც ის ადამიანი 99%-ით მართალი იყოს, აუცილებლად იპოვეთ თქვენი 1%. შეუძლებელია რომ თუნდაც 1% არ იყოს თქვენი დანაშაული და აღიარეთ იგი და აღიარეთ ეს 1%. შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება თვითხმამაღლა, მე ვათავისუფლებ მას და ვათავისუფლებ საკუთარ თავს. ეხლა კი დასკვნის სახით ვიტყვი რომ პატიება არის სულიერი ჰიგიენა. ჩვენ ვიბანთ ხელებს არა იმიტომ რომ წყალს ვცემთ პატივის, არამედ იმიტომ რომ სისუფთავე ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. აბადიეთ რათა არ გახდეთ იმ ბოროტების ნაწილი, რომელმაც გატკინეთ. თუ არ აბადიეთ, რა თქმა უნდა ხდებით ამ ბოროტების ნაწილი და ბოლოს აბადიეთ მეც როგორც ადამიანს, როგორც შესთომისაკენ მიდრეგილს, ყველამ ვისთანაც მქონდა შესაძლებლობა მეწყენინებინა თქვენთვის.